ნახოთ ეს მომენტი სიაპანო ადგილზეა დარტყმის შემდეგ. მაშინ ჯერ კიდევ აქ თამაშობდა გიორგი კოხრეიძე, რომელმაც საგოლე პასი გაუკეთა სიხარულიძეს. ეს კიდევ ერთხელ შორიდან დარტყმა, რომელიც შემოგთავაზა ჯინჯოლავამ. ჯინჯოლავა დაარტყა, ცოცხალ კედელს ხვდება ბურთი, სილაგაძე დარტყმა და ბურთი აცდა კარს. გრძელდება გაგრას შეტევა, უკან შეიძლება პასის გაკეთება, არა? პასი საჯარიმოში, გოცირიძე, რა კარგად აკეთებდა ყველაფერს, თუმცა საბოლოოდ დარტყმა კარიდან. უტევს გაგრა. გეგეჭკორი იხსნება შორი მანძილიდან დარტყმა მაკარიძე ადგილზეა. გასაგებია დაარტყა პაპუაშვილმა. აქ ნახოთ დარტყმა კარში, აი ეს არის გამოცდილება და ის კლასი, რომელიც აქვს ირაკლი სიხარულიძეს, მიიღო ბურთი, კარგად დაამუშავა და მოტრიალდა და ეგრევე დაარტყა. აქ კარგი მომენტია, ჯინჯოლავა დაარტყა და გადარჩა ამ ეპიზოდში, თუმცა შეტევა გრძელდება, დორასო კლასის დარტყმა დაიბლოკა. ძალიან მაგარი მომენტი იყო და გადარჩა გაგრა გოლს. ჩაწოდება 1-0, ირაკლი სიხარულიძე გოლის ავტორი. დაწინაურდა იბერია დღევანდელ დაპირისპირებაში 1-0. ირაკლი სიხარულიძის გოლით იგებენ შეხვედრას სტუმრები. 71 წუთზე ირაკლი სიხარულიძის მესამე გოლი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. კიდევ ერთხელ ეს მომენტი ოქრიაშვილზე პასი, ოქრიაშვილი მიიღო ბურთი, ქობულაძე მის წინააღმდეგ გაბედავაზე პასი დარტყმა და ბრავო! მაკარიძემ მოიგერია ეს ბურთი, შესანიშნავი კომბინაცია. გრძელდება იერიში. არ იყო ჯარიმა ლევან გეგეჭკორი, გაგრას კაპიტანი ისევ. გეგეჭკორი ჩააწოდა საჯარიმოში, ოქრიაშვილი! ასეთი გოლები მის შესრულებით გვინახავს, როცა თამაშობდა კრასნოდარში, ერთხელ გაუტანა ზენიტს და ერთხელ გაუტანა სევილიას. ულამაზესი მაკრატელო დარტყმით, მაგრამ აი ისევ რა ლამაზი ეპიზოდი, რბილი პასი გაბედავაზე, გაბედავას დარტყმა და მაკარიძემ გადაარჩინა იბერია. ცრუ მოძრაობა კარგი იყო ახვლედიანის, გრძელდება შეტევა და ვეღარ დაარტყა ბოლო მომენტში იბერია შემტევმა. აბა ვნახოთ ცრუ მოძრაობები, დარტყმა პირდაპირ ხელებში მიუვიდა ბურთის სიაპანუს ახვლედიანის დარტყმის შემდეგ.